დადაჩი, მიდი. მიდი. ოპ, რაფი. რა პარაოზი ქონდა? ოი, არა სერიოზულ ჯანზე არის რა წინა ეს არის ყიბულის მონსტრი ესეთი თევზი ყავს ყიბულის წყალსაცავს და მგონია ჩემი ამ თვის რეკორდი იქნება ვნახოთ ძვილი კარფიშინგის სერია 2 აზე ხარ ჯოხი გადაუგდო და ძლივს მივასწარით. საული პარაოზი ქონდა. გადააგდო. ვაიმე. მოგესალმებით, ამჯერად უკვე ყიბულის წყალსაცავიდან. ამწუხაროდ ცოტა დაგვიღამდა. დიდი დრო დაკარგეთ. დიდი დრო დაიკარგა ადგილის არჩევაში, ესე ვთქვათ. 5 ღამით ვართ, 6 დღით. დარჩით ჩვენთან ერთად, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო წყალსაცავია. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ და ვფიქრობ, თქვენც მოგეწონებათ. ზურა უკვე იცნობს ამ წყალსაცავს. არის ნათევზავები, როგორც ვიცი, მეც ერთხელ ვიყავი მხოლოდ. ამიტომ ნახოთ. წვიმან პატივი გვცა, ესე იგი გადაიღო რა. ხო და ეხლა ერთი კარავი დავდგით, ეხლა მეორე კარავს დავდგავთ და რავი 1-2-3 საათი დაგჭირდება რა. დღეს იდეაში გეგმაშიც თევზაობა არ ქონდა, დღეს იყო უბრალოდ ადგილის შერჩევა, ადგილი ავარშიეთ. დაბანაკება და ხო ადგილას 6 სახევარზე ავდგებით და დავიწყებთ უშუალოდ მონაკვეთის დაიქოლოტებას. მოკლედ ზურა არ გაჩერებულა რაც მოვედით. აწყობს შტაბს. ვერ გავედი ჯერ ბოლოში, მაგრამ იციო დღეს მირჩევნია რომ მოვამთავრო ყველაფერი. რომ კარგად გამოვიძინო და ხვარიდან დავცხო რა. დილამშვიდობის მეგობრებო, გუშინ ცოტა ვჩქარობდით, წესიერ ვერ ჩავწერეთ ჩვენ ვიდეო. მოკლედ ჩამოვედით ყიბულის წყალსაცავზე, როგორც დაჩიმ გვეკითხათ, 6 დღით ვართ, 5 ღამე, 6 დღე. გუშინ მთელი ღამე მოვანდომეთ ამ კარვების და ბაზის მოწყობას. ღამით დაჩიმ შეიტანა 2 ანკესი, ოღონდ თავის პულტიანი ნავით. ჩვენ ჯერჯერობით არ შეგვისწავლია აქაურობა, ეხლა დავიწყოთ მარკირება და დაიქოლოტება მთლიანი ტერიტორიის. რამდენიმე ადგილი გქონდა პერსპექტიული მონიშნული, რომელიც ჩვენ მეგობრებმა და ნაცნობმა გვითხრეს. ერთ-ერთი ადგილი ავარჩიეთ და ეხლა ნავს ვბერავთ და ნელ-ნელა დავიწყებთ, ესე იგი, დამარკერებას, დაიქოლოტებას. რამდენიმე მიზანი გვაქვს. პირველი არის, რომ 0-დან გამოვიდეთ, მინიმუმ 1 თევზი დავიჭიოთ, შემდეგ იყოს 3 პლუსი. 5 პლუსი და თუ 10 პლუსი თუ იქნება, ეს სუპერ ბონუსი იქნება. ნავი გაბერილია. ეხა ატროპების ამოლაგება მიმდინარეობს. და სულ მალე დავიწყებთ დაიქოლოტების პროცესს და დამარკერების პროცესს. ჟინჟლავს რო იტყვია.
ცოტა გამოვიდა ამინდი მეგობრებო და დავიწყეთ უკვე დავამარკერეთ, ვიპოვეთ წერტილები, საკმაოდ საინტერესო წერტილები ვიპოვეთ. ეხლა ცოტა ხანში ნავიჩევა და უკვე ეკოლოჯი განახებთ. მანამდე ესე ლამაზად მოვაწყეთ ბაზა. საკმაოდ ტალახიანია აქაურობა. ნაპირები სულ ტალახშია. ეს ტენტი. ტენტი ესე გვაქვს. რა თქმა უნდა, ფრეშად რო გქონდეს ხოლმე. წამოვიღეთ სახარში. დავხარშავთ აქ ტაიგერს. Siemens, აი აქ გვექნება ძირითადად თავარი ბაზა. ეხლა მინდა განახოთ ის წერტილები, რაც მე ავარჩიე დათევზავად. ეს არის პირველი წერტილი, ეს არის ყველაზე ახლო წერტილი, 60 მეტრში არის. და აი ესეთი სიტუაცია გვაქვს მოკლედ აქ. ეს წერტილი შედარებით ხელში მაქვს. გაკეთებული. მეუღლეთ ნელა იწყება ჩარმოვება, ჩვენ ფსკერიც რო გავსინჯეთ სპეციალური ფსკერის გამოსაკვირველი ჯობნით ვენახეთ. ეს არის პირველი წერტილი, ძალიან კარგი ხარი ფსკერი იყო. აი ეს არის ატროპი. და პირველი წერტილი არის 2 და 40. აი 2 და 40-ის რო გაცდებით, მერე ნელა ანუ პლატო იყო აქ. წინ არაფერი არ იცვლება, თუმცა აი აქეთ ამ მხარეს უკვე იყო ჩასავარდნი. შესაბამისად, ეს წერტილი არის გაკეთებული შემდეგნაირად. სიღრმიდან ამოსვლა არის ოღონდ იქიდან ამოდის და ეგრევე დახვდება ანკესი. მეორე წერტილი გავაკეთეთ. აი აქ ესე იგი, აი იქიდან დაახლოებით მეორე წერტილამდე იყო შერეული ადგილები, იყო შლამიც, იყო მყარი ადგილებიც. ეს არის დაახლოებით 120 მეტრზე გვაქვს ეს წერტილი გაკეთებული. და აი აქ არის ეგრევე იწყება ჩაღრმავება. ეს წერტილი გაკეთებული მაქვს, ასე ვთქვათ, ჩაღრმავებაში. ანუ სტადიონიდან რო ჩადისწრებით, ჩაღრმავებაში გავაკეთეთ ერთი წერტილი. ეგ ორი წერტილი რო არ მოგატყუოთ, ნაკლებად პერსპექტიული არის. თუმცა გვაქვს შემდეგი ორი წერტილი, რომელზეც კლავდა დიდ იმედებს ვამყარებ. ესე იგი, აქ წერტილი არის შემდეგნაირად. დაახლოებით სიღრმეები არის 5 მეტრი, ოღონდ არის სულ შლამი და იქიდან გამომავალი ყურეა, აი იქითაც ყური შედის, იქითაც ყურე შედის. აქ არის ესეთი ნახევარკუნძული. თუ დღეზე ესე დაიწყოს მოძრაობას ამ იმის ირგვლივ, ვფიქრობ, რომ აი აქ საკმაოდ პერსპექტიული ადგილი ვიპოვეთ. აი შეხედეთ, სულ შლამია, 5 მეტრი და შლამი. ეს არის დაახლოებით 300 მეტრზე არის. და აი ამ შლამიდან შემდეგ იწყებოდა შედარებით მყარი ადგილი. აი უყურეთ, ეს არის ატროპი და აი მყარი ადგილები. გადასვლა არის და ვფიქრობ ამ გადასვლაზე შეიძლება პერსპექტიული იყოს ეს წერტილიც. და მივადექით ყველაზე მაგარ ადგილს, წარმოიდგინეთ. აი ამ ხელას დასაცავია, ამ ხელას სიმი მაქვს. და აი ამ ხელას სიმში ვიპოვე პატარა არხი გადის. აი ამ ხელას დასაცავში და განახებთ ეხლა ეს არხი დაახლოებით არის ალბათ 3-4 მეტრის სიგრძეში არის 3-4 მეტრა, თუმცა საკმაოდ ღრმა არის, რომ გავსინჯეთ, ხრეშით იყო სავსე ეს არხი. აი უახლოვდებით ეხლა ამ წერტილს ჩვენ. აი ესე იგი მეგობრებო, ხა სპეციალურად შევაჩერე ნავი, ანუ ძალიან დაბალი გაზით მივდივარ და შეხედეთ. ატროპი სიღრმეს ხომ ხედავთ 3 და 60 და აი ახლა გადავივლით აი ამ არხზე.
აი, ვიწყებთ არხზე გადასვლას. უყურეთ, როგორი ჩაღრმავებაა. ნახეთ. ნახეთ, როგორი ჩაღრმავებაა. და ამოვიდა ეგრევე. ანუ ძალიან პატარა არხი გადის. აი, აქაც კარგად გამოჩნდა. და აი ამ ორივეში შესაბამისად ვფიქრობ, ეს არის 373 მეტრზე არის ეს წერტილი. ეს იდეაში არის ყველაზე პერსპექტიული. უბრალოდ აქ ეხლა თავარი იქნება გავიგოთ. თევზი აიღებს არხში თუ პირიქით ამოსვლაზე. ეხლა ჯერჯერობით არხში ჩავაგდეთ. აი ამ არხში ანკესი და ვნახოთ, მერე მეორე, მესამე, მეოთხე დღეს უკვე ავდგებით და ზევით ამოვიდეთ თუ არა იყო. აი კიდევ ერთხელ თქვენს რო დავაკვირდეთ ჩემი ატროპი 360. აი, დაიწყო. ჩასვლა, ნახეთ. 5 მეტრამდე რამე ჩავიდა. და ისევ ამოდის. ერთადერთი პერსპექტიული ადგილი აი ამ ხელა არეალში, ჩემს ზონაში არის ეს. ბიჭებმა ეს არხი სხვათა შორის გადის, მიუყვება საკმაოდ გრძელი არის და ბიჭებმა სხვადასხვა ადგილებში იპოვეს ეს არხი და რა თქმა უნდა ამ არხს ჩაუჯდებით. ნახოთ, წინ იმედია საინტერესო თევზაობა გვექნება. ეხლა დღეს თევზს არ ველოდები, რაღაც დაგიმოვოთ, მაინც პირველი ღამე იქნება თევზაობის. ალბათ ორშაბათიდან უნდა დაიწყოს ჭერა. ანუ 1-2 დღე ალბათ პასიური იქნება. ნელ-ნელა შევდივართ პორტში. სურამაც შეისწავლა თავისი არეალი. ნახოთ, აბა, აი ესე მოვეწყეთ. საკმაოდ კომპაქტურად, მართალია ტალახიანია სექტორი, მაგრამ რას ვიზავთ? აბა რა შვებით ბიჭებო? როგორ ფიქრობთ? როგორი თევზაობა გამოვა? იქნება აქტიური ჭერა? რავი, როგორც ინფორმაცია გვაქვს, ჭერა ცოტა გართულებულია, მაგრამ დიდი დრო დაიხარჯა რა მარკირებაში, საკმაოდ დიდი დრო დავხარჯეთ. პერსპექტიული ადგილები შევარჩიეთ და იმედი გვაქვს, რომ რაღაცა გამოხმაურება გვექნება. როგორც ადგილობრივები ამობენ, რაღაც არ არისო აქტიურიო, ხო? მაინც და მაინც. კი, აი ზურამ, კაი წერტილები აგრემის შევნია მაგალითად, რომ დიდი თევზის დასაჭერად პატარა თევზი ძალიან არ აქტიურობდეს, თორე არ გვაცდიდა რა. რამდენიმე იყოს და კარგი ეგზემპლარი, ხო, ვიდრე წვრილი და ბევრი. კი, აი 5+ თუ დავიჭირეთ, უკვე ვიტყვი, რომ ის შერჩეული ადგილები, რაც ჩვენ ავარჩიეთ, ასე თუ ისე გაამართლა რა. დასაკვებს რას ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოთ დასაკვებში? კაიგელი სიმინდი. კლასიკურად. კი, ბოილიც მაქვს წამოღებული, მაგრამ არ ამგონი რომ ჩავყარო რა. აი ესეთი მონტაჟებით ვაპირებთ. მე პირად თევზაობას ერთზე გავაკეთე შედარებით სტანდარტული ზომის თმა. ერთიც არის მინდა რომ რაღაცა ერთი თევზი თუნდაც წვრილი, მაგრამ ჩარტყმა რო იყოს, მაგიტომ ცოტა შედარებით პატარა თმა გავუკეთე. ამაზე და დანარჩენებზე უფრო გრძელ თმებს გავუკეთებ, რათა მიზანმიმართულად დიდ კობრზე გავაკეთეთ აქცენტი. ეხლა ორმაგ ტაიგერსაც დავაყენებ და ასეთი კომბინაციით დავიწყებ თევზაობას. აგესები ჩავყარეთ ყველაფერი. დამარკერებულია წერტილები და ეხლა ბიჭები გავიდნენ, ჩვენ მაინც ყურეში ვდგავართ ეხლა. და გავიდნენ დაათვალიერეს, თითქმის რავი, 9 ტბა დაათვალიერეს ზური. კი, ეს აქეთა მხარე დავათვალიერეთ. ანუ თითქმის 9 ტბას ჩავწდით. საკმაოდ კარგად დავათვალიერეთ, მაგრამ როგორც ესეთი ეს ჩვენი ადგილი ჯობია რა. ჩვენი ადგილი ბევრად რელიეფურია და ბევრად საინტერესოა. აი ძველი გზა და რაღაცა რაც ვნახეთ. იმიტომ რომ იქ მოედანივით არის სწორი და რაღაც კონძულები, რაღაც პატარ-პატარა რაღაცები იყო, მაგრამ არ ვიცი. აი უკვე შემოვდგით გაზზე
ეხლა ტაიგერს ხარშავთ, რაღაცა ცოტა რაოდენობა ქუმამზა წამოღებული პირველი დაკვებისთვის და ეხლა ნელ-ნელა დავიწყებთ მომზადებას. საკმაოდ გვიან ჩამოვედით. აღჭურვილობა გავშალეთ, საკმაოდ გვიანი იყო. დღეს დილიდან ესე ვთქვათ, შეუდექით დაექოლოტებას, ადგილების შესწავლას, გავიყავით, ესე ვთქვათ. ზოგი იქით, ზოგი აქეთ და რაღაცა პერსპექტიული ადგილები ვნახეთ. თუმცა ზურამ უფრო პერსპექტიული ადგილი ნახა. ვფიქრობ, რომ ეგ ადგილი საინტერესო გამოდგება. მაგრამ ასევე მაინტერესებს აი ამ ყურეში შენ იპოვე ერთი ადგილი და ეგ რო მითხრა რატო მოგეწონა ეგ ადგილი და რატო ფიქრობ რომ არის პერსპექტიული და ზუსტად რა ნახე. ანუ წესით უნდა შედიოდეს იმ ყურეში თევზი. რო შედიოდეს ეს ადგილები, სადაც არის, სადაც ფიქრობ რომ გაივლის, იმ ადგილებში მოვათავსე ჯოხები რა. და პრინციპში 3 ადგილის შემხვდა და 3-ვეში მაქვს ჩასმული ჯოხი რა. ეხლა დავაკვირდები მაქედან, რომელიმე თუ იმუშავებს და მე რომელიც არ იმუშავებს, იმას სხვა ადგილას გადავდებ უკვე მე რა. გამორიცხვის მეთოდით. კი ბატონო. ჩემი აზრით ძალიან პერსპექტიულ ადგილას ვდგავართ რა. იმიტომ რომ ეხლა იქაც ხო ვიყავით გასული ძირითად წყალსაცავზე რა. ში თითქმის მოედანია, ერთი სიღრმე არის, რაღაცა ძალიან მცირედი განსხვავებული. ისეთი ვერაფერი ვერ ვიპოვეთ რა. აი პირობითად იქ რომ მდგარიყავით, მართლა არ ვიცოდი რას გავაკეთებდი რა. და აქ ძალიან მაგარი რელიეფური ფსკერებია და ძალიან საინტერესოა და მართლა ნებისმიერ ჯოხზე და ნებისმიერ წერტილში შეიძლება რაღაცას ელოდეს საინტერესოს რა. ხოდა. მაგიტომ ვფიქრობ, რომ მაგარ ადგილზე ვარ და ძალიან გაგვიმართლა, კარგად არის შერჩეული ადგილი რა. ასევე ზურას ძალიან მოწონს, როცა ჩაძირული ხეა სადმე და ეგეთ ადგილებსაც ვეძებდით რა და თუ იმეს გაქვთ ინფორმაცია ტყიბულის წყალსაცავზე სადმე დიდი ჩაძირული ხის, ძალიან გთხოვთ მოგვაწოდეთ ინფორმაცია, იმიტომ რომ ზურა ფიქრობს, რომ ძალიან პერსპექტიული ადგილი იქნება. ერთი ნავი შემოდის, მეორე გადის. ესე ვმუშაობთ ჩვენ სვიმში. ნელ-ნელა ღამდება ტყიბულის წყალსაცავზე. ნახეთ რა იდეალური გარემო არის, მაგარი ბუნება არის, ძალიან მაგარი ბუნება არის მეგობრებო. ეს არის ჩვენი მეორე ღამე, მაგრამ თევზაობის პირველი ღამე, შაბათი ღამე. ასე რომ ნახოთ ძალიან მიზანმიმართულად გვინდა დიდი თევზი დავიჭიროთ, იმიტომ რომ დაჩი აქ რამდენიმე კვირის წინ იყო და იჭირა წვრილი თევზები, ამიტომ ეხლა თავიდანვე აქცენტი და ტაქტიკა და სადავე სატყუარები ისეთი გვაქვს გაკეთებული, რომ მაქსიმალურად გვინდა რომ გამოვრიცხოთ წვრილი თევზი, გვირჩევნია დავიჭიროთ რამდენიმე თევზი, მაგრამ იყოს დიდი ზომის და არა პირობითად 2 ან 3 კილოს. არის თევზი, არის. ესე მაიკის გარეშე უფრო კაი ნახვები. დავანებე და მაიკი. არის მეგობრებო თევზი. წავთამაშე ერთიო. ეხა თუ გასხოდა მაიკის არის, გავხსენით. აგიძები ეხა რა ნასატკარონო. შევედით? კუზიკი რა? არა მე დავაბი. მარცხნივ არის გადმოსული? Meduză. აურა პატარა. ვერ წაიღო, ვერაფერ გრუსulis ათრევს, მაგრამ
მაგი იცის მაგან. პირველი თევზი მაშინაც პატარა იყო. ნეზა ჩოტნია, ბრატ. მიზანი გამოვედი. 500 გრამი ალბათ. მატის დასრულებაც არ არის მაგან მაგი. არ არის 500 გრამი და. ვარა პოპაპზე დაждდა. პირველი თევზის დაჭერა წვადით უნდა და კარგი სამწვადეთი უნდა აღვნიშნოთ ამ მასობაში. ნუ აქ აი ამ ნაგავს არ ვიმჩნევთ, მე წასვლისას დავალაგებ, რა თქმა უნდა, აქაც არ ვიცი, აი აქ სანაგვე არის ჩვეულებრივი. ეხლა კიდევ უნდა დავუწყოთ ღამე რო ჩამოვედით, ვერ შევამჩნიეთ აქ და უნდა გადავიტანოთ დავუწყოთ. მოკლედ აქ ხელცხელი ტაიგერი იხარშება, სიმინდის ახალი პარტია გაკეთებულია. ეხლა მწვადი იქნება და კაია, თევზი რაც თავარია გააქტიურდა. ესე იგი, იქით ხო არის თავარი ბაზა. იქ არის სადაც ცხოვრობთ, ჭამთ და ასე შემდეგ რა. ეს ადგილი გვაქვს ცალკე გამოყოფილი, სპეციალურად პატარა კარავი გვაქვს დადგმული, სადაც ძირითადად გენერატორები გვაქვს ხოლმე, მართალია ჩვენ მზის პანელები გვაქვს, მაგრამ საკმაოდ ცუდი ამინდები გვემთხვევა ამ სესიაზე. შესაბამისად, გენერატორი ვერ უშვებს, როდესაც ნავია სამუშაო, სამი მაცივარი და ასე შემდეგ. ამიტომ საწვავი ორი გენერატორი გვაქვს, რომელსაც აქტიურად ვიყენებთ ხოლმე და დამაგრძელებელი გვაქვს ხოლმე 50 მეტრიანი. რისი წყალობითაც ამ გენერატორებს თავარი ბაზისგან შორს გავთ ხოლმე, ხმა არ გვაწუხებს და რაც თავარია, უწყვეტი ენერგია გვაქვს ხოლმე რა. ხო, რა შეიძლება ითქვას რა, ჯერჯერობით დავიჭირეთ ორი თევზი, მაგრამ რაღაც დაახლოებით 9 კილოს პრაგლებში. როგორც უკვე გითხარით, ეს ჩვენი მიზანი არ არის, არანაირად არ გვინდა ესეთი წვრილი თევზი, ამიტომ ვფიქრობთ, რომ რაღაცა შეიძლება დაკვებაში იყოს პრობლემა რა, ან შეიძლება არასწორად ყვებავთ, რაც პროვოცირებას უკეთებს წვრილ თევზს რა. დღეს საღამოსაც ღამეც დავაოდებით, მაგრამ უკვე ორშაბათ დილიდან, ანუ ხვალიდან რაღაცა ცვლილებას, რაღაც აზრები გვაქვს, რომ დაკვების სტილი შევცვალოთ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა ხშირი ჩარტყმები, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. ეს ტურნირებისგან სხვა ფორმატია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ველურზე, ტურნირებზე საკმარისად ვიჭერთ ხოლმე 2 და 3 კილოიანებს და უფრო დიდებსაც ჩვენ აქ ვეძებთ საალაფო, როგორც ჟარგონზე ამბობენ, ტრაფეინი კოპს. ხო და რაღაცა ფაქტია, რომ რაღაცა ცვლილებები გვჭირდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, ადგილობრივები ახლა ოდესაც ხედავენ და საუბარში მეუბნებიან, რომ ბოლო რამდენიმე კვირა არის ტყიბულის წყალსაცავზე, არადა მანამდე ძალიან აქტიურად იჭირებოდა თევზი, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირაა, რომ გაჩერდა, როგორც გვეუბნებიან, რაღაცა პერიოდი წყალი დავარდნილი იყო, ეხლა ისე მოიმატა წყალმა, ისე ამოვიდა ბალახებში და რაღაცა თავისი ბუნებრივი საკვები იმდენად ბევრი აქვსო, რომ აღარ აინტერესებსო, ასე ვთქვათ, ადამიანის მიერ ჩაყრილი დასაკვები, მაგრამ ჩვენ იმისთვის ვართ, რომ გასაღები ვიპოვოთ და მე მჯერა, რომ ამას ჩვენ გავაკეთებთ რა და ვიპოვით გასაღებს, როგორც მინიმუმ რამდენიმე კარგ ეგზემპლერს დავიჭერთ რა. სულ 2-3 წრო იყოს. ოღონდ კარგი ეგზემპლიერი ჩათვალეთ, რომ მისია, 6 დღიანი ექსპედიციის მისია იქნება მაქსიმალურად შესრულებული. ოპა, რაიდა. კაი ზომა ჩანს. ოპა. ვა. ხუთიანს აკავს გონი.
ღიანს წააგავს დაჩი. Now it's good too. Idi. ჩაახედე. ეგ არის. ეს უკვე ნამდვილი ტყიბულელია. კაი ზომა არის, ნამდვილად. ნუ 4 მაინც იქნება. ნახავთ მაგას ადგილზე. კაი იყო. ანუ პარასკევის საღამოს მერე ეხა არის ურშაბათი დილა, დილის 8 საათი და როგორც იქნა ნორმალური ეგზემპლიარი დავიჭით. ალბათ წყალში თითქოს 5-იც უნდა იყოს რა, მაგრამ ნახოთ რა. მე გუშინ ვამბობდი. ამ წყალსაცავს შეუძლია მოახდინოს ჯადოქრობები და ნუ დღეს დილით უკვე დაგვახსნა. თავარია გამსხვილდეს. ვსიო, პროგრამა მინიმუმი შესრულებულია, ის რაღაც 9 კილოიანმა თევზემა დაგტანჯეს და ძლივს ნორმალური ზომა. შვენიერი თევზია მეგობრებო. 5 კილო შეიძლება იყოს. აბა ნახე სასწორით განულდა. ვა! 6 ნახევარი. აი ესე დააფიქსიროს. ეგ არის. საღო, ძალიან მაგარი. ესეთი 6 და 400. ჩვენი პირველი ტყიბულის ამ სესიის ტრაფეი. ესეც პირველი, ეხა 5+ გაკეთებულია და ეხა გვინდა 10+ უკვე. აბა მეგობრებო, დაიჭირეთ გავუშვით. დაუბრუნდა წყალსაცავს. ოპა, საღო დური, ეხა 10-იანს ვეოდებით. აუ სამწუხაროდ გაიქცა თევზი რა. წამოწორილი ვიყავი და ისეთი ჩარტყმა იყო, რომ როტპოდიდან გადააგდო. ანკესი. მივედით, დავჯექით და ნავის ბატარეას ვტენიდი და სანამ ბატარეა დავამაგრეთ, სანამ მივედით სანამის ვიცი შეგაფშუაში რა, იმიტომ რომ ახლოს ნავთან ახლოს ვიყავით, რომ გაიწვო რა. არ და კარგად ჭიდაობდა რა. კაი არის თავარია ეს წერტილი ამუშავდა და ნახოთ იმედი არ გაჩერდება. ესე იგი დღეს დილას დიდი არეალი დავკვეთე, აი ოღონდ ხელით რა მაქსიმალურად გაფანტულად და ახია რომ გამოიღო შედეგი. ოღონდ დიდი არეალი რომ შემოსულიყო თევზი რა. ხარეს მეკდო. იქით ხარეს გინდა? ოკეი. სადა. შევიდე დავით. წავიდა დაჩი მიდი. მიდი. ოპა! არი. სული დაიჭირე, წამო დაჩი შევედი.
ადი არის. აუ, ვახე ბიჭო, ჯოხს აფიშვება. ნელა კედით. აუ, რა დღეში არიან შეხე. ყვადი დაიწონა. წვადი არ გვინდა, წვადი თოთეზი. Так, მივდივართ ახლა გამოსაყვანად. რა პარაოზი ქონდა? წავიდა. 10 პლუსი გვინდა ახლა, 10 პლუსი. არა, სერიოზულ ჯანზე არის რა, წინა თესთან შედარებით სერიოზულ ჯანზე. შეანელე. შეანელე. აბა. ოპა. აგი ხარ. იმე ჩანს კაცი. იმე ბიჭო კადრი კი არა ეს გამოვიყვანოთ ახლა. იმე აია აიცა ეს მოატრიალე. ეს შეიძლება იყოს. ოუ რა ჩარტყმა იყო. ეს არის 10 პლუსი არის მგონი ბიჭო. ჯანზე. ჩაყლაპა. ავიდა. სერიოზულია, ძმაო, სერიოზული არის. ეს არის 10 პლუსი. უეჭველი 10 პლუსი. სერიოზულ ჯანზე. მონსტრია ჩაოლე. ოპარი! რა ხელა იცი ბიჭო! საღო! ოუ რა არის შეხედეშ. რა ხელა იცი ზული! საღო, ძმაო, საღო, წავედით. ეს არის ტყიბულის მონსტრი. წავედით. ვაუ! ხელა. სერიოზული ემოციები. სერიოზული ემოციები. ეს არის ჰუ, შიგნით ხوار ჩამოვიყვანო ძურე. არა, იო. აა, ნელა ჩავიყვანთ ახლა. ესე ჩემი რა პარაოზი ქონდა, ბიჭო. სერიოზული პარაუზი ქონდა, სერიოზული, არ გაჩერებულა საერთოდ რა. აიგერის იმითი, ხო? კი, ტაიგერის იმინი. მე მგონი ეს ჩემი ამ ტბის რეკორდი იქნება, ნახოთ. აბა. აუ, ეს არის ტყიბუ, ნახეთ. ეხლა მინდა გაჩვენოთ მონტაჟი. რონი. კი და აი ნახე როგორ არის გამოდებული. იდეალურად. ვახ. არ მინდა რომ დავაზიანო. ოპა, აი, ეს მონტაჟი. ახლოდან მინდა გაჩვენოთ ფლუროს. მონტაჟია. რონი რიგი. აბა ეხა ავწონოთ. აუ ეხა ორივე რო ქუძეს. და სტუდიაშია. მოიცა, ესე დაიჭირე. გაუში? ხარ არის, ართან ამ ხელა არის და. ვერ არის 8 კილოა მოკაფილის სტაბილურად არ მიყავი. ზური გააჩერე.
აი ესეთი თევზი ყავს ყიბულის წყალსაცავს და ესეთებს რომ დავიჭერთ, უნდა გავუშვათ, რომ ეს თუ დღეს 8 კილოა, ხვალ, ზეგ, არ ვიცი, 2 წელიწადში გახდეს 15 და 20 კილო. ეს უნდა გავუშვათ. ნამდვილი კარპფიშინგის სერია 2. ჯერ გძელდება, 2 დღე კიდე აქვთ. მეგობრებო, ჩვენ ბუნებას გაუფრთხილდეთ. ეს მონსტრი დაუბრუნდება, რა თქმა უნდა, უნებლად ყიბულის წყალსაცავს. წავიდა 10 პლუს ველოდებით, ისე არ მივდივარ. აბუს დაუზახოს და მაკაცი. დაიღალა. ავიდა. ავიდა. დაიჭიეთ გავუშვით. აი სამშაბათი დილა ესე გათენდა მეგობრებო. ჩარტყმით და მივიდივართ რომ გამოვიყვანოთ თევზი. რა? კაი ზომა. საკმაოდ კაი ზომა. იგივეა. ოპა. ეგარი. კაი ზომა. აი პრებოტილი 7.5 იყო, პიკი გქონდა, გაგვაღვიძა. და თითქოს არაფერი და მე დაარტყა და კარგად იმასო და ალბათ არის 5 ბარგლებში კობრი რა. ტაიგერის იმინზე, ხო? ეს იგივე წერტილია, ხო? ანუ მეორე თევზი აიყვანა ამ წერტილმა რა. უკვე გავნაგლდით და არ არისო დიდიო ამოთ, მაგრამ ეს კაი ზომაა. 4-5 ფრაგლებში ალბათ იქნება. ესეც მესამე კაი ეგზემპლიარი. ესე იგი, ეხლა გადავწყვიტეთ, რომ შევინახოთ დროებით ეს თევზი. რომ იქნებ კიდე 2 დავიჭიროთ. 24 საათი დაგვჭირდა დაახლოებით. და მე სამივე დავიჭიროთ თევზები, ეგეთი ფოტო გადავიღოთო და ამასობაში გაგვიწვიმდა. დილა საინტერესოდ დაიწყო დაჩი, რა? რა სიტყვი? დილა ნამდვილად საინტერესოდ დაიწყო, მაგრამ მზიანი ამინდის იმედი მქონდა და გაგვიწვიმდა. უკვე ესე იქნება მეტნაკლებად თერი დღის განმავლობაში ღამეც წვიმამ გაგვაღვიზა მე და ღლონტი. აი ესეა მეგობრებო რა, თან თევზაობა, თან მუშაობა, ხო ზურა? არ გამოდის. არ გამოდის. 6 დღით როცა მიდიხარ, გინდა არ გინდა ლეპტოპები დაგვაქვს ხოლმე ყველას. მე წავედი რომ მეპოვა წერტილები და ამ დროს ბიჭებს დაუწყათ და მოდიან. იქნება დიდი. კაი პარაუზი ქონდა დაჩი. საშუალო. აბა. სამი კილო ხო დაახლოებით. ოკიომდე რა. აჰა. სანკაი. აჰა, პატარა კობრი. გავუშვით უკან.
როგორც მოსაოდნელი იყო წასვლის წინა დღეა, მე-5 დღეა ჩვენი ამ ტბაზე და დღეს უკვე საკმაოდ ბევრი ჩარტყმა მქონდა. დილითის 2 დიდები რო დავიჭრეთ, იმის მერე წვრილ თევზებს ვიჭერთ და ნუ ნავიდანვე უშვებთ რა დაახლოებით 2 კილოს ფარგლებში არის ეს თევზები. კაია, გააქტიურდა. ეხლა უკვე თმის სიგრძე და თვითონ სატყუარების სიდიდეებიც გავზარდეთ, თმის სიგრძეც გავზარდეთ, იმიტომ რომ ეხლა გვინდა რომ მაქსიმალურად გავცხრილოთ ეს 2 და 3 კილოიანები, რომ დიდ თევზზე კონცენტრირდეთ. პლუს ამას მე ახლო წერტილიაც მქონდა 60 მეტრიანი გავაუქმე და გავაკეთე ეხლა ახალი წერტილი, რომელიც არის ცოტა სხვა ლოკაციაზე, თუმცა სიღრმე იგივე ავიღე, რაც იმ წერტილებზე, სადაც თევზს ვიჭერთ და პლუს ამას სტრუქტურას თვითონ, ფსკერის სტრუქტურაც, ფაქტია რომ იღებს რბილ შლამში რა, ანუ მყარ ადგილას თევზს ვერ ვიჭერთ, ოღონდაღრმა შლამში არა, მაგრამ აი შლამი რო იწყება, ეგეთ ადგილში იღებს რატომღაც და შესაბამისად ეხლა ეგრე გავაკეთე, ეგრე ავიღე ახალი წერტილი და დავკვებებ მხოლოდ ბოილით და რამდენიმე მუჭა ტაიგერის სიმინდით მივაყარე და რატომღაც მაინც მინდოდა რომ თვითონ სატყუარაზეც ტაიგერის სიმინდი დამეტოვებინა, თუმცა კონცენტრირებულად არის ბოილით დაკვებილი. ნახოთ აბა 24 საათში თუ გამოიღებს, ეს უბრალოდ საექსპერიმენტო წერტილია. ერთი კაი და საინტერესო ის არის, რომ განახეთ ყველაზე შორ დისტანციაზე, სადაც არხი რომ ჩამოდიოდა, თუ გახსოვთ, არხში თევზი ვერ დავიჭრე და არხის ზევით გადმოვდე თუ არა, დაახლოებით 12 საათში დავიჭრე თევზი, ანუ ზევით უკვე ზედამაგიდაზე ასე ვთქვათ, დავიჭრე ეს თევზი, რომელიც ნუ დაახლოებით 2 კილოს ფარგლებში იყო. წინ 24 საათი გვაქვს დარჩენილი და ნახოთ აბა რა იქნება. აზე ხარ ჯოხი გადაუგდო. ჯოხი გადაუგდო და ძლივს მივასწარით. საღოლ ზური. ძიმეა? რაღაც უჭირს მაკაკებს. აი, გარეთ აქ შემოხვეული სხვიზე. იო. აიცა? რაღაცა ვერ გავუზრდებს და ვარ გასხოდა. მეგობრებო, სასწაული პარაოზი ქონდა და გადააგდო. და მე ეს გრამ შეცურა. მიდი. ახლოს მივიდე. აუ თავზე წავამახარე. აია. ბიჭო, რაღაცა. ვერ გავიცი. თქოს ვეღარ გძნობ.
აი აქეთ რო დაუდგეთ ეს ოპა მოშჭი გადავიხებ რა არა მაგას ისიც იღებს ედი არგინა ეს საჩუქი გააძრე კაი ზომა ვაჩ არი არი ჩატ აი ესეთი თევზი მიყავს ეხლა მეგობრებო აუ ეს რვიანი ყველა ვარიანტში უნდა იყოს რა შეიძლება უფრო მეტიც აზური რას ფიქრობ პლუსია უეჭვე ესე იგი მეგობრებო რა მოხდა გეტყვით რა ვიჯექით და როდპოდიდან ანკესი გადმომიგდო წაიღო წყალში და ღლონტის შევარდა შეცვლა და დაიჭირა წარმოიდგინეთ რა ინტუიციით ვეღარ ხედავ ხო. ხალხში საერთოდ რა უბრალოდ ინტუიციით რო დავინახე საითაც მიდიოდა იქეთ ჩავხვდი და ხელები მოусვიფს კერზე რა და ერთი სული მაქვს ავწონოთ ეხა ვაპლიუსია უეჭველი ოპა ჯერ გაძარდი ოპა აი მეგობრებო ამას უყური შვიდი 80 ეგა ის უფრო დიდი იყო ხო აია შვია ეს 7 და 800 რა თქმა უნდა დავიჭიროთ და გავუშვათ მაგარი თევზია ასეთი თევზების მერე მეგობრებო აგერ ესეთი ხილის ასორტი რა არის მისწრება ცივცივი სუსველია ყველაფერი ჯერჯერობით ძალიან საინტერესო სესია გამოდის თევზი შემოსულია ეს თავარია ეხლა ტესტავთ მექანიკა ტურნირებზე რამდენადაც კარგია ალბათ ესეთ გასვლებზე ესეთი სტილით დალაგება ანკესებით ბევრად უფრო კომფორტულია და უფრო მოქნილი ხარ პლუს ამას ესეთი ფოქსის ბექლიდი არის დავუყენეთ ეს რომელიც ზუას უმაგრდება და ქვევით ჩადის თევზი რო დაარტყავს ის ბექლიდი ძვრება თავარ ზუას და ჩუბოთ გამოყავს თევზი მაგრამ ნავით სიარულისას ძუები არ გაჭიმული ეს ძუა ხა ვიდეოში არ ჩანს აი ეგრევე დაძირულია ქვევით და ესე ისე გავივლი ნავით რომ საერთოდ არ გამოვედები ამას მოკლედ კაი რამეა ეს ბოლო საღამო არის ამ სესიის მოკლედ ხვალ უკვე მიდივართ თბილისში და რა ვიცი ბიჭებო აბა როგორ შეაფასებდით სულ შენით დაიწყება ავიც წასვლა არ მინდა ძალიან მალე გავიდა რა ხო ძალიან მალე გავუძეთო მაგრამ რაც თავარია როდესაც ჩამოვედით აი მაქსიმალურად არ ვიცი აი მეგობრები მიდეკავდა ვეუბნო მაქსიმალურად აი 100 მეტრი სიამოვნება მიიღო რა ყველანაირად გავერთეთ და რაც უნდა მივიღეთ და მადლობა ამ წყალსაცავს რა მე ვფიქრობ დიდ თევზაობას როცა პასიურია თევზი და ნამდვილად შეიძლება ითქვას რომ ჩვენ შემთხვევაში ძალიან პასიური იყო თევზი და ამ საკითხს დაუბრუნდები აუცილებლად 5 დღე მინიმუმ არის აუცილებელი იმისთვის რომ დაიჭიროს სასურველი დიდი ზომის თევზი ხო ანუ აქ თემა ის არის რომ დაახლოებით 1 თვის წინ ჩვენ ჩამოვედით 31 ივლისი იყო რა დაახლოებით 1 თვის წინ სერიოზული ჭერა იყო ტყიბულში და არ ჭირდებოდა რამდენიმე დღით ჩამოსვლა შენც რო იყავი ჩამოსული დაიჭირე დაახლოებით 15 თევზი ხო კი მაგრამ საუბარი მაქვს როცა პასიურია იმიტომ რომ ჩვენ მოგდიოდა ინფორმაციები რომ თითქმის ვერ იჭერდა რა 80-90% ვერ იჭერდა და
ნუ ჩავთვალეთ რომ პასიური იყო და ზუსტად ჩვენ თვითონაც ჩვენ თავზე გამოვცადეთ რა და ზუსტად ამ თემას მინდა შევეხო რომ თავიდან რომ დავიწყეთ 2 დღე საერთოდ თევზი არ ყავდა და ძალიან ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავით უკვე აღარ ვიცოდით რა გვექნა დავჯექით დავსხედით ვფიქრობთ რა შეიძლება და გავგეკეთებინა ვფიქრობ ძალიან საინტერესო მიგნებები გააკეთეს ბიჭებმა იმიტომ ნუ რა შეიძლება და შეგვეცვალა ხო ძალიან ბევრი წერტილი მოვზებნეთ თითქმის აი დღენახევარი თითქმის 2 დღე დაიკარგა საბოლოო ჯამ ამ 5 დღეში აი ესე რომ ვთქვა უხეშად 2 დღე დაიკარგა ამ ყველაფერში და ასევე ზურას მინდა ვკითხო რა საკმაოდ დიდი დრო დახარჯა ამ ფსკერის ესე ვთქვა შესწავლაში და მაინტერესებს აი რა არის კარგი წერტილი რას ეძახი კარგი წერტილს ან როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა კარგი წერტილი ან რა კრიტერიუმებს დარჩენ ხო მე პრინციპში თითქმის ნახევარ დღეზე მეტი მოვანდომე რომ ჩამოვედით ეს წერტილები რომ გვენახა რა და ეს ეკოლოგის რომ დავდიოდით ეკოლოგთან ერთად ეხლა სპეციალურად ამ სესიისთვის თბილისის ზღვაზე არ მქონდა სპეციალური ფსკერის შეფსწავლელი ჯოხი მქონდა წამოღებული ამ ჯოხს განახებ აი ესეთი ჯოხი არის ეს სექციებად ესე იგი 7 მეტრ ნახევრამდე შეგიძლიათ რომ გქონდეთ და ეს ერთმანეთზე ებმევა რა ეს არის ზედამხარე და ნავიდან ესე გზნობ მაგრამ ამის თელი მუღამი არის ის რომ აი აქ აქვს სპეციალური რაღაცა წვეტიანი თავი აქვს და დახვრეტილი ადგილები აქვს რა შესაბამისად ნავიდან რომ ვარტყავთ ჩვეულებრივად აი ეს ყველა ვიბრაცია და ყველაფერი კარბონის მასალა რო არის მარტივად გზნობ ხელშიც პლუს ამას რომ დააწვევი განახებს სადამდე ჩადის შლამი სხვათა შორის აქაც შედის ხოლმე შლამი და მე რა მოდის მარტო აი ამოსვლისას გადმოდის მიწა და ხვდები მუქი მყრალი ფსკერია პირობითად არ არის მყრალი ფსკერი და ასე შემდეგ რა ქვიშის ისეთ შეგვდა და ეგეც ჩვენ ქვიშად შევხვდა რა სადაც ურწყავდით ხრეშიანი ქვიშაც და ეგეც ამოვიდა რა იდეაში ეხლა ამ სესიაზე ჩემი თავარი მუღამი იყო რომ მეპოვა ნუ ეს ჩაღმავებები და რაღაც არხს თუ იპოვიდი იდეალური იყო არხი ვიპოვე და მეგონა რომ ამ არხში დავიჭერდი რამდენიმე დღე მე მაგაში დავკარგე მაგრამ საბოლოო ჯამში არხზე ვერა მაგრამ არხის ზევით დავიჭირე ეგ ერთი თემა იყო და მეორე ვეძებდი ესე იგი გადასვლებს რა რბილიდან მყარზე და ვდებდი მყარში უბრალოდ ზურა ღლონტის ანკესმა რომ დაიჭირა პირველი მაგან დაიჭირა 2 დიდი თევზი მე მის წერტილზე მივედი და ვნახე როგორი ფსკერი იყო და ვნახე რომ იყო არა მყარზე თევზაობა და არავით პირიქით ანუ გადასვლა იყო ოღონდ შლამ ზაღმა შლამი არ იყო მაგრამ ეგეთი თევზაობდა მე ჩემ წერტილთანაც რომ დავბრუნდი დაახლოებით ერთი იგივე სიღრმეები აღმოჩნდა რომ გქონდა მეც გადმოვიტანე აქეთ და ნუ ეს 2 დიდი თევზი მან დავიჭირე ანუ ის რომ რაღაცა ხო იცით აი რაღაც სახელმძღვანელოთი რო არის რომ აი გადასვლა მაგრამ ყარზე ნუ ამ შემთხვევაში არ იმუშავა პირიქით იყო რა გადასვლაზე თევზაობდით ოღონდ ყარზე კი არა პირიქით რბილზე ფაქტია რომ ჩემთან ყველაზე დიდები მაგ წერტილში მაგ დროს დაიწყე როცა ესე გადავიტანე რა ოპა ესე რა ნება ეხლა მაინც არ გასხობთ მაშველი რაზმი ახოთ აბა Aynen. Öyle bir şey.
არა გამოყვანის დროს ჩვენს იქით რომ მივდივართ. ოჰო. შიანელი. აი ზომა კონი. იტო კუდი სადა აქ ნახეთ. როგორია ზური. ეს ჩაუცვა. ზური გაუთიჩე, თორე ხმა ძალიან შემოდის ამაში. და შევით. ჯერ დაბლააცა. ვა, აი ზომა ბიჭო. სტანდარტო. არის. აი ზომა. ოპა. მოვარდა კიდე. არა, გაწოდა რა ის. აი. აი ზომა, აცა როგორ ჩავახედო. გაშალე ცოტა. კი, არის ხუთიანი, ეს უნდა იყოს ესეც. შვენიერი. წავედ. საკმაოდ კარგი ეგზემპლარია ესეც. კიდე ანკესი გადმოვაგდო. ოდიდან. ახლა თაბა ტაიგერის იმედი მოკლედ ერთპიროვნულად მუშაობს. ეს აია. აი მეგობრებო, ნახეთ. ნებსკავი ნახეთ. აღუნულია. გახსნა ნებსკავი წარმოიდგინეთ. აი. კი, კარგად ჩანს. ნახეთ. მონსტრია ბატონო. სტანდარტულად უკვე 5 პლუსები მოდის რა. ეხლა ამასაც შევინახავთ, რომ მე საერთოდ ფოტოსთვის იქნება მესამეს დაждდეს. სერიოზული წვიმა იწყებს პროგნოზით თელი ღამე იქნება წვიმა და ხვალ წვიმაში ალაგება ყველაფრის გაშრობა არ იქნება სახალისო პროცესი ნამდვილად. გათენდა მე-6 დღეს ახლა აშტილი 7-ის ნახევარი და დაახლოებით ნახევარი საათი წინ გქონდა ჩარტყმა, მე მქონდა ჩარტყმა იმ წერტილზე, სადაც დიდ თევზებს ვიჭერე რა. სამწუხაროდ იყო პატარა თევზი იყო, ალბათ კილონახევრიანი რა და ნავიდანვე გავუშვით. მაგრა იწვიმა ღამით. ხო და
ყველაფერი არის სრული, ახლა ველოდებით რომ ზემოდროულად გამოვიდეს, რომ შევძლოთ გავაშვოთ ყველაფერი და ნელ-ნელა დავიწყოთ ჩაბარგება. ფაქტია, რომ ეს მხარე მუშაობს დილით რა. ღამით ნაკლებად იჭირება. გუშინ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სადღაც 12 საათისკენ ღლონტმა დაიჭირა ერთი თევზი, იქაც იყო 3 კილოს ფარგლებში რა. ძირითადად მუშაობს გამთენიისას. ვიდეო დიდი აჩა. რა კარგად. არა, კაი ზომა. ირიტო კაი ზომა. 4 კილომდე იქნება. ესეც ესე. კაი გესიმი. შვენიერი ზომა. აი მეგობრებო. აი ესეთი კობრები ყავს ტყიბულს რა. მეგობრებო, დაიჭირეთ გაუშვით. იმიტომ რომ ესე უნდა გახდეთ 15-იანები და 20-იანები მინიმუმ. აი ესე ყველა და ძალიან ბევრი თევზი დავიჭირეთ და ამ ყველა თევზს უბრუნეთ უკან წყალსაცავს. ამოვარჩიეთ. სასურველი ეგზემპლარები ესე ვთქვათ და ისი ამოვნეთ დიდი თევზები. ესე თევზი ხდება, მაგრამ გადავჭით. ამიტომ არის მატი აუცილებელი. დაიჭირეთ გაუშვით თევზები ისიამოვნეთ კარფიშინგით. მოიწონეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაალაიქეთ. შევხვდებით სხვა წყალსაცავს. სავ. Crazy bets on me. Back mid scroll, I'ma get an arcane. Walking the wild. Don't know why. Cars play cowgirls and numberless chats. We're feeling just fine in our running hats. Walking the wild. I don't know why. I don't mind the hustle and the tussle. I don't mind the grind. I don't mind pretending we don't see these signs. I don't mind the hustle and the tussle. I don't mind the grind. You and me dancing on the Gideon time. Try to unplug it, turn it back on. Try to unplug, but the feeling's gone. Walking the wild. You don't know why. Radio play in the cesspool stream. Oh, running down nightmares that used to be dreams.
You and me dancing on my Gideon time. ეგრე მოგვერდი გაგვი